მაყურებელო დღეს წამოვიდგენთ Brawl Stars მოკლედ. ხო, დღევანდელ ვიდეოში ვითამაშებთ Brawl Stars და მოკლედ ნუ აქ არის ჩვენი მეგობრებიდან შემოსული 3 ადამიანი. Mr. Luxuna, კიდე L U აკარჩო როგორც აწერია და AM-ი არის კიდე თუ AM თუ რა როგორც აწერიათ რა მოკლედ. მაგათზე არ ვიღებ ახლა ვიდეოს, კიდე ამ სამეულზე ვიდეოს. ну ხო ცუდად ლუქსნარ მომიხსენებია, მაგრამ არც ის დანარჩენი ორი იმედი მაქვს. კარგი, რასთან მაგ დღეს დაკავშირებული თემა რა. მოკლედ დღევანდელ ვიდეოში მინდა გადავუხოთ აი ეს ვიდეო, ასეთი გავს ტიპის ვიდეო და ვითამაშოთ სხვადასხვანაირი ტიპის ბრაულერებით, ასევე ვიცი ძალიან უკვე დიდი ხანია ისევ და ისევ ვიდეო როგორც ყოველთვის აღარ გადამიღია იქეთ თუ რა ხით მივაგდე Brawl Stars-ში, მაგრამ მაინც მოკლედ დღეს ვითამაშოთ აი ახალი ბრაულერი, ამ ახალი ბრაულერით მინათი, რომელიც ამ განახლებას დაემატა. ну ხო თუ სწორად ვამბობ და არ მეშლება ნამდვილად და ხო ამ ბრაულერით ვითამაშოთ და აი ეს ну ხო კიდე ხო რანაირად ვერ ამოვიდი თავიდან არ ვიცი, მაგრამ ну ხო რას ვამბობდი ახლა კიდე ну ხო ჩემი და რას ვამბობ ახლა მოკლედ აი ამ ბრაულერებით ვითამაშოთ და ასე ამ ბრაულერით ვითამაშოთ დღევანდელ ვიდეოში, ასევე უნდა ვითამაშოთ სხვა ახალი დანარჩენი ბრაულერებით და გავტესტოთ და ნახოთ როგორი არის ეს ახალი ბრაულერი მინა, ასევე დანარჩენი სხვა ბრაულერები. ხო ცოტა რაღაც თითქოს დასახელები და მოვიწყდა რანაირად ეს ხალხო ამას შეხედეთ. აი პროსტა თუ ჩანს კარგად ბუჩქებში, აი არ ვიცი, მაგრამ დააკვირდით უბრალოდ რანაირად ის და ხო თავიდან რაღაცნაირად უაზროდ დავიწყე ვიდეო, არ შემიჩნიოთ რა. ну ხო შეიძლება ახლა თუ უაზროდ ლაპარაკობ ზოგიერთი ადამიანის თვალებში, მაგრამ არ აუშვს რა. მაგრამ ეგ არაფერს უაში არ არის. ამ წუთას და ძალიან კარგი იყო. ხო ასე გვაქვს მინაზე ახალი ასეთი სხვანაირი რაღაც მიმართულებები თუ როგორ უნდა გაისრულოს მან და აი თურმე რას აკეთებს ჩვენი მინა, აგე აქ ვითოს კეილბორდზე თუ რაღაცა სერიალებს და ეგრე დაარბის. კავჩი რაღაცნაირად თავიდან თითქოს ფენგისისავი წიხს იქნევს და წინ და ეგრე ისვრის, მე აი ასე ისვრის და მე კიდე ასე. მაგრამ ზედიზედ რომ მიაყოლო ასე. ნახეთ, აი რამდენი საკლებს უბრალოდ ძალიან ბევრ საკლებს და ძალიან ძლიერი ბრაულერი გამოდის ესე და მოდი პლუს 12000-ით მომატოთ ამასთანავე და ну ხო რისი კიდე ну ხო და ну ხო და ეგეთის გავსი სიტყვები რაც ხოსთან და ეგეთ და ხოსთან ეგ და ეგეთ სიტყვებთან დაკავშირებული. მოკლედ რას ვამბობდი? მოკლედ ეს ბრაულერი საკმაოდ ძლიერი არის ჩემი გამოცდილებიდან, როგორც ხვდები და თუ არ ხო დამოვიწყდა ვაფშე რამოდენ ფოვერს, ამიტომ არც კი შემხედე საერთოდ ამას როდესაც შემოვიდი, მაგრამ გავიხსენე თუ რამე არ აუშვავს და აცდა ჯანდაბა. კარგი. რომამე და ვერ გაიპარება მაინც ну ხო ეცდები რომ ვერ გავაპარო, მაგრამ ვიცი ვერ გაიპარება და ხო ასევე მეგობრებო, წიმაკ ძალიან მაგარი გეგმები. და ეგ არის და მოკლედ რაც უნდა მეთქვა ამაზე ჯერჯერობით, მაგრამ ეს არ არის მარტო ახალი სახლე. ხო და კაი ხო, ეხლა ხადაობის გარეშე. და ხო ნუ ხო მოკლედ მეგობრებო, დღეიდან დაიწყება მართლა და მართლა Hello Neighbors მეორე სეზონის კონტენტი, უბრალოდ დღეს მოვიძიო მაპი. ну უბრალოდ ჩემ მეგობარ ლუქსონას უნდა დაუძახო და ხო მაგან დამპირდა რომ მაპის მეგიშოვიო კაუჩეო და რავი რა. მოკლედ მაპის თემები მოგვარდება იმედი მაქვს და ეს ძალიან მაგარი იყო. ტორნადო აქვს სუპერი ჩვენი მინას და ესეც ჩვენი მეორე ხელი, რომელიც უკვე ისევ და ისევ ვიცი ბოტებში თამაშობ, მაგრამ მაინც მოვიგე. მოვიგე და კარგი არის, იმიტომ რომ თასების მომატება მაწყობს ახლა როგორც ვიცით ყველა კარგად, იმიტომ რომ ხო ალბათ ეგრევე თუ მიხვდებოდით რატომაც, იმიტომ რომ დღეს ავდივართ 13000 თასზე მეგობრებო და ძალიან მაგარია. და მოკლედ იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ ეს ვიდეო და რავი რა ყველანაირად მაგარი ვიდეო გამოვა და წავედით მეგობრო, ეს იქნება ოფიციალურად ძალიან ერთ-ერთი იმედი მაქვს ძალიან მაგარი ვიდეო. ხო ასევე
ხალხო იმედი მაქვს ქართველი მაყურებლების აუდიტორია დამიბრუნდება ჩემს არხზე, იმიტომ რომ სეცუცხოელების ამოცხოელი მაყურებლების ბრალია სომხეთიდან და ისრაელიდან რომ მეყურებენ ხოლმე უმეტესობა ანალიტიკის და ჩვენების და მიხედვით მაგან დამაკარგვინა ანუ მაყურებელი და ნახველები ბევრად და მოასწარი თურქეთისგან გამოდრომა და ეს თურქეთი რა თქმა უნდა მე მესურის მაგრამ ეს კარგი ბრიჯი სისტემა იყო მაგრამ აქ უკვე შევაკვდი ქორდს უბრალოდ ხელებში და თავისივე პისტოლეტებით რომლებითაც დამდებდა და ნუ ხო სამწუხაროდ როგორც გაიშროლა ეგრევე მოხვდა და მოკვდი და პლუს 12,000 ნუ ამ მეოთხე თუ მესამე მეჩიდან უკვე არა მეოთხე აშკარად კი და მესამე სწორად იმიტომ რომ ეს ხო აშკარად მესამე მეჩი რაც ვთამაშე თუ არ შევწდი მაგრამ შეგვიძლია გადავამოწმოთ სად არის ბათლოგებში აი S1 S2 და ხო S3 უკვე ხო 4 გამოდის და აქ მე 8 ხო არა 8 ხო ის წინა დღეებში რომ ვითამაშე მაგისი არ და ხო ასევე კლუბში ახდება და არც არაფერი იმიტომ რომ ზუსტად იგივენაირად არის ყველაფერი ნუ ხო ჩემ ამ აკაუნტზე უკვე 14 დღე აღარ შევსვლა ანუ 2 კვირაა მაგრამ შევალ მალე და ეგ იქნება და ეგ გასწორდება მაგ აკაუნტის პრობლემები ნუ ხო არასდროს მინახები ეგ აკაუნტი უსახელო აკაუნტია და მაგიტომ რა ანუ არის თქვენ როგორ გამოიყურება ეგ აკაუნტი ამ ეტაპისთვის ვაფშე რატომ არის ასე მიგდებული როგორც ჩემი ძველი TMG-ის აკაუნტი ქონდა მიგდებული და რომელიც უკვე მისტერ ლუქსუნას ისევ და ისევ დაეპატრონა მაგრამ რა ვიცი რას გაიგებთ ხო იცით ახლადელი პერიოდის ამბები და უი ხო სულ დამაუწყდა რომ ეთქვა ასე ხალხო ძლივით როგორც იქნა ხო ვიძახდი და ვაუბრუნე მეთქი ჩემს სპაიკს იმაში რა ქვია იმაში და 1000-ზე თქო აჰა ესეც 1033-ზე დავაბრუნე უკვე დაჟე და ნუ ხო ხალხო ასევე სეზონური თასები რა თქმა უნდა მომემატა სპაიკის ეგრევე როგორც კი 1000-ზე გადმოვედი ისევ და ნუ ხო ესე ჩვენი მოხდილი სპაიკი საკმაოდ და რავი რა ძალიან მაგარი არის და იმედი მაქვს რომ ძალიან მაგრა მოვიხოდებით უფრო და ხო ესე ჩემი აზრით ხალხო სპაიქს ცოტა გაძლიერება არ აწყენდა და ხო ეს ჩემი ემბერი რომელზეც ფაერ მეცადე ფიენდის შემბერის სკინი დავაგდე ასევე ანუ დემონის ემბერის სკინი ქართულად თუ სწორად თარგმნი ასე ითარგმნება ხო აქ ასევე აი ეთოკზე აქვს რაღაც ასეთი რაღაც ასე ვთქვათ რაღაცა მომგვარო ფორმის გავსი ქილა ასე რომ დავარქვათ ამ შემთხვევაში მართლა რომ დავარქვათ ოღონდ და რაღაცა ტყლარწი რომელსაც აქვს რაღაცა წარბები როგორც აი ესეთი მიმართულებით თქო დაწეული და ნუ ხო ეს პირი რაღაცნაირად რა არ ვიცი რისი ნიშანი უნდა შეიძლება რომ იყოს ეს და ხო ასევე ეს თმა აქ ასე გაჭრილი შუაში კარგად და გეგონება რაღაცა მოსტარი არის თემებზეო დამაგრებული ანუ ამოსული ემბერის თემებზეო ისეთი რაღაცა და ხო ასე მეგობრო ნახეთ ამას თუ დააკურდებით hop ესი რო აქეთ რო წევა აქეთ იწება ესე რო წევა აქეთ იწება შემდეგ ასე რო წევა ასე და ასე რა ხო ასევე დემონის ფრთები იმიტომ რომ დემონის სკინი გვაქვს და მოდი ამითაც თამაშობთ ჩვენი აი ამ ემბერის სკინით უფრო სწორად რა ამით და განახეთ თუ როგორი ვინმე არის ეს ემბერის სკინი ვინმე კი არა როგორი სკინი აქვს ამ სკინზე კი და როგორ გამოიყურება ემბერი ამ სკინში რა თავის ახალ სკინში ანუ ჩემი ემბერი კარგი და ვიცი უაზროდ ლაპარაკობ ისევ და ისევ და გთხოვთ ხალხო უკომენტაროთ და კომენტარის გაეცეთ ასევე და ასე შემდეგ რომ ვთქვათ და არ შემჩნიოთ ეს ყველაფერი რასაც აქამდე ვაკეთებდი ვიდეოში და ახლა ჯერ კიდევ რომ ვაგზელებ ამ გაკეთებას და აქ უკვე ძალიან ცუდი რაღაც გადამხდა კინოჰაუს რიკოსგან სიკვდილი თუ მიხდით ყველა ოხშენ და დამაუწყდა რომ ემბერი ეგრევე ისვის რა ანუ და დამისნება ასე პირდაპირ ანუ აიმით
შეგიძლია უბრალოდ ანუ ცეცხლს მაინც უშვებს რა, ანუ ბალონი გეცლება და ოპა, გავანადგურეთ ძალიან კარგი. კიდევ კაი მოვასწარი და ესეც ესე ბროკები გვაქვს, რომელიც არის განახორციელებული ჰელოუინის სკინით, ზომბი ბროკით და სამწუხაროდ ამ ზომბმა ჰელოუინის სკინით არსებულმა ბროკმა გამანადგურა. ხუთი ნული, მაგრამ რანკ 5, ანუ მე-5 ადგილი და +4,100. ნუ ხო რაც ჩემი აკაუნტისთვის ძალიან კარგი არის მაინც, იმიტომ რომ თასები გჭირდება. როგორც იმიტომ რომ ეს არის სპეციალ ვიდეო მეგობრებო 13,000-ისთვის და ახალი ბრაულერის დატესტვისთვის და 1-2 სკინებისთვის დიდი ალბათობით და კიდე ხო რამოდენიმე ბრაულერი ჩანს, რომლებიც ახლები აი სულ ახლა გაამართლეს და იგივე შეწონებათ და გავანადგურეთ აქ ჩვენი საწყალი კარლი. ოდნავ და აქ მივაყოლოთ მოდი ტარას რომელიც მეგონა რომ ამჯერად ციხლის ქვეშ ნამდვილად გამიფენდა, მაგრამ როგორც მივხვდი ვერა მოასწრო და კიდე ვერ მოასწრო და ვერანაირად ვერ გამიფენდა. ოკეი, გადავაგდოთ სუპერი. ვიცხები რომ ეს მოწინააღმდეგე ემბერი გამანადგურდა ავახდი ეს ფაურკი და გავიხადო ბუჯანდა გავარწმუნეთ ძლივს და კიდე გავარწმუნოთ რატომ არ დაწერა დავაკელი არ ვიცი. ვინი გაქვე ემბერო კარგი მოვასწარი მოწინააღმდეგე ემბერის განადგურება, მაგრამ მე ფენგმა შემიწირა სამწუხაროდ და მაგრამ მე შეადგილი შევჩვენია და +8 ამ შემთხვევაში 4-8 მივუმატოთ და მოდის 8. ეხლა დაწერე როგორ მივხვდიო ესაო ისაო აი პატარა მათემატიკოსი და დაიწყე რაღაც გადაობებს და ეგეთებს როგორ მივხვდა ჩაულებრივად რომ აჰა პასუხი თუ გავაჩი კიდე ჩვეულებრივად ხო გაგეცით პასუხი ზოგიერთი გამოხტებიან ხოლმე კომენტარებში უცხოელი იუთუბერებში კი და ქართული იუთუბერების კონტენტზე ხოლმე ვიცი ხლა ჩემთანაც ბევრი ადრე იყო ეგეთები და დღემდეც არიან და გააკეთებენ ალბათ გავს რაღაცას, მაგრამ რავი მე მაგ არის ზავენ და ესე მაინც დამეჩალა ბოლოს ბალონი ჩემს და სამწუხაროდ და 630-ებს კი ვაკლებთ კარგად. ამე ედგას, მაგრამ მოდი ცოტა მომიახლოვდი. მოდი ტრანკ, აუ შენ გეხმარები და ტიპმა მე გამომირაშა აქეთ ის რა ნაგლია. არა და მართლა არ ვკლავდი, პროსტა თავიდან მე უნდა გამეტესტავი თუ გავატყავდი კედლის მეორე მხრიდან ჩემ გაჯეტს ემბერით ტრანკს. ასევე ტრანკზე გამახსენე ხო ტრანკითაც ვითამაშებთ, აი ახლა აი ამ ხელის შემდეგ იმედი მაქვს მოგეწონება ტრანკით ჩემი გეიმპლეი და თამაში თუ როგორ ვთამაშობ. ხო ასე ხვალიდან დაიწყება ხო ყველანაირად მაგარი კონტენტი როგორც დაგპირდით ხვალიდან თუ არა ზეგიდან მაინც მოიჭოველი რა. ხვალიდან თუ არა ზეგიდან მაინც, ანუ ერთი დღიდან თუ მაინც არა ამ ორ დღეში უეჭველი მაინც რა. კარგი მორტიჩ მაინც ხელს შეერაკრიფა რო გეუბნება BMW M4 და F90 რა, ანუ ხელა რაღაც სიჩქარით მოდიოდა, მაგრამ მე M4 ხო ყამბასნა რა ვიცი შეიძლება კითხოთ ჯობია, იმიტომ რომ არ მგონია რომ ხო დიდად პასუხოთ მაინც ამ ფაზი და აუ ახლა ლეონი სტრაფი ბრაულერია და ეს კიდე ხო გამიხურებით თქო, მაგრამ კიდევ კაი არ გამომეტიდა. და ლეონ შეხედეთ ხახო ჯერ ხო სტრაფი ბრაულერია და ეს ამაჩქარებელი რაღაცები და პლუს თავისი ამაჩქარებელი სუპერის კიდე რა მაგრა ეხმარება. კაი. კარგი, როგორც თქვი, გადავიდეთ უკვე ტრანკს თამაშის გეიმპლეიზე და საიტით ვერ ვთამაშობ ხარ, იმიტომ რომ რაღაცომაც მეშინია ახლა ის, ანუ არ მეშინო ხო სწორად არ მინდა რომ თასები დავიკლო. ნუ ხო და მაინც სიმართლე გითხრათ ისე ხო შეშინების ხრი პატარათი, ძალიან პატარათი მეშინია იმის რომ ნუ ხო თასები ისევ დავიკლო და ნუ ხო ჩამოვწდე 9,000 და 9,800 თასებში ვიჭედებოდი რა. ხო შეხვედი ბრაულ სტარსთან გამოვოდი, ბრაულ სტარსთან კი არა, ბრაულ სტარსთან. მოკლედ არ ვიცი როგორ რამჭეს აგიხლას კიდე. მაგრამ ვეცდები რომ გამოუსწორდი. და ვა, შადოუ შემოსვლა. და
სახელი არა სხვა შადოუა. უცხოელი შადოუ არის, ნუ ხო და შადოუ მეგონა სახელი შეუცვალა თავის აკაუნტს. ხო ასე პლუს 900 გვაკლია ასევე რომ ავიდეთ. იმას რა ქვია 13,000 თასი და მოკლედ გავიყო კი და მოდი ავიდეთ და ჩემი რანკი ხე ბრაულერი არის ნუ ხო როგორც ვიცით ყველამ კარგად და რაღაცნაირ რქებია გეგონა რომ ამოჭრილიო არ ვიცი რატომ აქ ასე მაგრამ არ ვიცი რატომ გადაწყვეტა სუპერქსელმა რომ ეგეთი ბრაულერი შეექმნა და რაღაც რქები ქონოდა თითქოს რაღაცნაირად და რაღაც ესე ხე ამოჭრილი მაგრამ ეს რქებს კი არ არის ანუ გულა მოჭრილი მორს უბრალოდ რა ოღონდ ხავეზე ზემოდან დადებულს და კიდე მაგ გულა მოჭრილი მორის კიდე ფოთლები აქვს დაყრდილი ზემოდან და რომელი ხის ფოთლები კონკრეტულად მიწად და გაიგე ხა თუ ეგრე წად და გაიგე მეგობრო თუ გაინტერესებთ ეგრე ძალიან მე არ მაინტერესებს და მაგიდან არ ვკითხულობ რომელი ჯიშის ფოთლები აკედა რომელი ხის ფოთლები აქვს რა ჯიშის და ნუ ხო ასევე არის ჯეკისავით მეგობრო აი დააკვირდით ოღონდ 1 2 თუ 3 წამით არა 2 წამით მინიმუმ დაახლოებით რაღაცნაირად თითქოს ანუ 1 წელს აკეთებს და მე ეგრევე 1 წელს გაკეთების შემდეგ ეგრევე ანუ დიმეიჯს აკეთებს ბრაუზ და ხო ესეთი რანდომ დიდი ყველაზე მაღალი დემეიჯი შეიძლება კი გააკეთოთ აი სტაფლოსფერში უწევს ხომ რა რაღაც ახალ განახლებების დაბატებულზე რაღაც დემეიჯებს ხომ რა რამდენი შეიძლება დაგაკლოს ბრაულერმა ხო ეგაც აქვს და ხო ასევე ეს გაჯეტიც აქვს და ხო ასევე დერილისავით აქვს გავხსი და ანუ დერილის კოპირება გამოდის გიგონება რაღაცნაირად აი ასე რა კედლებიდან რომ შეიძლება სუპერ ეს დაეჯახო ხო მე გადმოეჯახო და რაღაცნაირად დაეწიო რა მაგრამ არ მგონი აი დერილის სუპერიც ხო იცდა გე დერილის გაიჩნდა ეს მოკლედ კარგი ჩემი სუპერი დავაკელი და ეგრევე მოვკალი და თვითონ სუპერი გადმოვიდა ჩემსკენ რა კაცია ოკეი მოდი პლუს 1 ხელით თამაშობ და რაღაც ხალი გავიხსნა რეკორდებში თუ არ ვწდები რეკორდებში იყო და შევამოწმეთ აუცილებლად რა გავიხსნა და მოკლედ დღესაც მოდი ბოლო ხელს შემოხვალოთ ანუ მეჩს კი არა მეჩს და ეგ იქნება და ეგ დავამთავროთ აი ამ ვიდეოსაც და გამოვიყენოთ გაჯეტი და ანუ ხო ის რა ხო ეხლა გამახსენდა ისე ტრიალს რაღაცებს თესავს ეს გაჯეტი გამახსენდა ანუ რაღაც სათესს იყენებს და თესავს რა მიწაში ოკეი ოპა სიო ოპა სიო აჰა 313 დიმეიჯი კი გავაკეთე 2000 რაღაც დიმეიჯის ნაცვლად მაგრამ 2800 გავაკეთე ხოლმე და კიდე პლუს 2304 აი ეს გაჯეტი შრება ამას თურმე 4000 დიმეიჯი დავაკეთე და თუ ავსდები გონი 4000 ორი ზუსტად ვაიმე სად გადავჭი მაგასთან მივიდე ახლა და ერთი გაჯეტი რო დაუდო დარწმუნებული მკვდარია მაგრამ თუ სწორად მივხვდი ანუ თუ ჩემ გაჯეტზე შემოვლენი სანამ იქამდე გაქრებიან ანუ დიმეიჯი გავკეთებს ძალიან დიდ და 4204 ჩემი გაი ეხლა ხალხო მოვიდა ოხშენი ჰოპ და შეიძლება გაცლი გაჯეტი მაგრამ რა გონია სასაცილოა კი 591 დიმეიჯები არ დაგაგიკეთე არა უცბად გადაგიკეთე და გაგიკეთე არა უცბად და ესეც შენი პლუს 11000 კიდე ჩვენი და შენი რა დრო სტარტდროპები იყო და მითიკი და ნანი ხო არ ხადავთ მეგობრებო და ვიდეოს ბოლოს ეპიკ ბრაულების დავაგდეთ ნანი სახლა და 21-დან კიდე 29 ეპიკ ბრაულებიდან 21 ყავს ძალიან კარგი და ესეც ჩვენი ტრანკით აკაჩული 13000 თასი ბოლოში ოღონდ აკაჩული თასები და მეგობრო ყველამ გავსპავნთ ტაჩი შემოჯებით თუ შეძლო კომენტარებში რა ნაის მაგარი იყო ძალიან იმედი მაქვს ნუ ხო კარგი ვიდეო გამოგვივიდა და რა ვიცი დღესაც ჩვენს ხო
არ დაგავიწყეთ ვიდეოს და ლაიქება, არხის გამოწერას, არის კლიკის გააქტიურება, ავუყოვნთ ვიდეო მინიმუმ 10 ლაიქზე, ნუ 12-ზე მაინც. ნუ ხო რომელზეც უფრო ადვილად ავა რა ამ ორიდან, მაგრამ იმედი მაქვს ავა 12-ზეც და კარგად იყავით, შეგხვდებით მომავალ ვიდეოში კიდევ ერთხელ. Adiós.